იმდენად პატარა ეკონომიკა ვარ ჩვენ, რომ ჩვენთვის 7%-იანი, 8%-იანი, 10%-იანი ზრდა, 1 წლიანი ან 2 წლიანი, 3 წლიანი, აი ძალიან მცირე მაჩვენებელია. ჩვენ თუ გადავხედავთ მომავალი წლის პროგნოზებსაც, მომავალი წლის პროგნოზიდან უკვე 5-6%-ის ფარგლებშია მთავრობის ეკონომიკური ზრდის მოდელი. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ გრძელვადიან პერიოდში თუ შევინარჩუნეთ 5 ან 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, მაშინ ნახევარი საუკუნე მაინც დაგვჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას დავეწიოთ. ცოტა სასაცილოა, იმიტომ რომ მაგალითად 2024 წლის მონაცემებსაც რო დავეყრდნოთ, ევროკავშირის 1%-იანი ზრდა ევროკავშირის ნიშნავს ევროკავშირისთვის დაახლოებით 180 მილიარდი ევროთი გამდიდრებას. საქართველოსთვის 10%-იანი ეკონომიკური ზრდა დაახლოებით ნიშნავს 3 მილიარდი ევროთი გამდიდრებას. ანუ ძალიან დიდი დისბალანსია, ხო? ევროკავშირის 1%-იან ზრდასა და საქართველოს 10%-იან ზრდას შორის, იმიტომ რომ ის 180-ია, 3 მილიარდი. ანუ აქ უბრალოდ ციფრებით манипуляციაა. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ აი ზრდის ტემპი პირობითად უფრო მაღალი გვაქვს, ზრდის ტემპი ვიდრე ევროკავშირის, მაგრამ თავარი ამ შემთხვევაში არის არა ზრდის ტემპი, არამედ მოცულობით ეკონომიკა, რომ ვისი უფრო დიდად იზრდება. და იგივე სხვა რიგითი ქვეყნებიც რო აიღო, მაგალითად გერმანიის 1%-იანი ეკონომიკური ზრდა უფრო დიდი მოცულობით გამდიდრებას ნიშნავს, ვიდრე საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ამიტომ არ არის სწორი ესეთი შედარებების მოყვანა. უბრალოდ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რეალურად რა გვინდა. თუ გვინდა ჩვენ რომ მართლა დავეწიოთ რიგით ევროპულ სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდისთვის, მაშინ გვჭირდება სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც სამწუხაროდ აქამდე არ გაგვაჩნდა.